თქვენ იცით ალბათ რომ მე სტრასბურგში ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე წელი ვიყავი და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანთან რომელიც დღეს სხვადასხვა ეროვნულ მთავრობებს წარმოადგენს და პარლამენტებს მე მაქვს ურთიერთობა და გვაქვს ჩვენ ურთიერთობა ძალიან ბევრი საქართველოს მეგობარი და ვეთანხმები ზურას იმაში რომ ყოველდღიურად როდესაც გვიწევს ჩვენ ამ ხალხთან კონტაქტი და ეს კონტაქტი არის არ ვიცი სატელეფონო თქვა გაცვლა ინფორმაციის მათი პოზიცია არის ძალიან მარტივი რომ ნამდვილად საქართველოში მძიმდება სიტუაცია. ანუ სამი მიმართულებით მძიმდება. ეს არის რეპრესიები, რომელიც გულისხმობს თქვა დაჯარიმებიდან ძალადობამდე და არც ერთი ადამიანი რომელიც ციხეშია ამ ადამიანების ასე ვთქვათ მიმართებაში არ დაიხია რეჟიმმა. უკან მეორე ეს არის საკანონმდებლო ის ინიციატივები რომელიც პრაქტიკულად აი ბელორუსში მაგალითად ძალიან გვიან და ზოგ შემთხვევაში ეს საკანონმდებლო ინიციატივები ხშირად არც მიუღიათ, ხო? ანუ პარტიების აკრძალვას გულისხმობ, რომ ადამიანებს რაღაცა როგორც ვთქვათ, ხშირად რეპრესიული ყველაზე უფრო მძიმე მკვლელი რეჟიმები იქცეოდნენ, რაღაც ხალხსა ჩვენ უნდა ამოგვატიფრონ რაღაც ნიშნები, სტიგმები, ხო? ეს ყველაზე ალბათ ერთ-ერთი მძიმე და გამორჩეული და ასევე მესამე ეს არის პოლიციური, ვთქვათ, ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერება. ამ კუთხით ჩემი მოლოდინი საუბრების შემდეგ რაც არის ჩვენს კოლეგებთან ეს არის პირველი რომ ვთქვათ დაფიქსირდება ძალიან კონკრეტულად ის არავითარი პროგრესი რომელიც საქართველოს და უბრალოდ რეგრესი რომელიც ქვეყანამ განიცადა. მეორე მანდატებზე მე ვფიქრობ ალბათ უფრო ეს იქნება ვთქვათ შეჩერება, თუმცა იქ ვთქვათ იყო რაღაც მოსაზრებები რომ აი საქართველოს ასე ვთქვათ საკითხია, რომ არ დაზიანდეს როგორც ქვეყანა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ და ჩემი პოზიცია მაინც არის რომ არც ერთი ვთქვათ ქართული ოცნების რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელს არ უნდა ქონდეს უფლება რომ იმუშაოს რომელიმე მნიშვნელოვანი ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის ჩემი ძალიან კონკრეტული და მყარი პოზიცია და მესამე ის რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ მათ შორის სანქციების კუთხით და ეს სანქციები არ ეხება მხოლოდ დიდ ფინანსურ სანქციებს, მაგალითად ევროსაბჭოში ყველა ევროპული ქვეყანაა წარმოდგენილი და მათ პარლამენტებს აქვთ იმისი საშუალება და უნარი რომ თქვათ შეზღუდვები განიხილონ ეროვნული სანქციების დონეზე, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ იქ სლოვაკეთის და უნგრეთის გამო არის კონკრეტულად წინაღობა, ამიტომ ეს უნდა იყოს და ზუსტად აი რასაც ამბობდა ზურა, მე ვფიქრობ თუ არ ვწდები ეს იყო ერთი ამ ბაზაზე, ჩემი პოზიცია იყო ძალიან მყარი და გრძელდება ეს პოზიცია, რომ და რა თქმა უნდა ამაზე გვაქვს ჩვენ მართლა ძალიან სერიოზული თქვათ ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლის დონეზე, რომ ყველა ადამიანს, რომელიც წარმოადგენს რეჟიმს, არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არათუ დიპლომატიური პასპორტებით, არამედ ჩვეულებრივი ეროვნული პასპორტებით მაინც იმოგზაუროს ევროპის კავშირში, ანუ შენგენის ზონაში. მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები უნდა ჩაიჯვირთოს შენგენის ზონაში, ყველა ზონის ყველა ქვეყანაში როგორც ვთქვათ რეპრესიული ადამიანის უფლებების დამრღვევი ვთქვათ წარმომადგენლობები. ესეთი წარმომადგენლობები სხვადასხვა ინსტიტუციების, ხო, პოლიცია, სასამართლო და ასე შემდეგ, თვითონ მთავრობა, ეგრეთ წოდებული. ესეთი არსებობს ესეთი შესაძლებლობა, არსებობს ესეთი ვთქვათ მაგალითები, მაგალითად იანუკოვიჩის რეჟიმის ძალიან ბევრი წარმომადგენელს ჰქონდა შეზღუდული გადაადგილება, სპეციალური სენატში და კონგრესში სპეციალური ესე ვთქვათ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივაც იყო, თქვათ, შესაბამისი კლიერენსის, ანუ შესაბამისი შესწავლის გარეშე, ერთ-ერთი რეჟიმის წარმომადგენლობა ვერ იქნებოდა დაშვებული საერთაშორისო კონფერენციებზე თუ საერთაშორისო დელეგაციებში. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ამ კუთხით ამ ადამიანებთან იქ ბევრი ჩვენი მეგობარია, მუშაობა არის აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ კიდევ მეორე ხა მოლოდინი შეიძლება იქ იყო და აზრი რომ საქართველოს არ დაზიანდეს. საქართველოს არ დაზიანებულია ისედაც რეჟიმის პირობებში და საქართველოში ყველა ადამიანი რომელიც არის რეჟიმის წინააღმდეგ არის უმძიმესი რეპრესიების ქვეშ. ჩვენ ახლა აი დღეს ცვლილებებს ვკითხულობდი ახლა რომელიც პარტიების აკრძალვას შეეხება კიდევ ერთხელ. ანუ წარმოიდგინეთ ხალხო ანა რომ მე ადამიანს და ჩემნაირ ძალიან ბევრს ანუ ათასობით და ასიათასობით ჩვენი პარტიის თქვათ წევრს ან შეიძლება სხვა პარტიის იმიტომ მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე მე არ მგონია ეს ცვლილებები გაგრძელდეს, ეს გავრცელდება ალბათ ყველაზე ვისაც რეჟიმი ნამდვილ ოპოზიციას
ჩათვლის და განსაკუთრებით ნაცნობ მოძრაობაზე ჩვენ ესე იგი უნდა რაღაცა დაგვეჭედონ სპეციალური სტიგმა, რაც გულისხმობს, რომ მე მაგალითად და ძალიან ბევრ ადამიანს აღარ მქონდეს საშუალება, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მივიღოთ. ანუ ესე იგი, მე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა ჩემს საკუთარ ქვეყანაში და ყობახიძემ და ოხანაშვილებმა და ამ რუსების, ვთქვათ, რეჟიმის წარმომადგენლობამ და აი ამ ბოლშევიკებმა უნდა ამიგრძალონ მოღვაწეობა და ზოგადად ჩემი აზრის გამოხატვა, ანუ ჩემს საკუთარ ქვეყანაში და ესე იგი რეპრესიის ქვეშ მომაქცევა და ვერ ღირსებიან ამას, იმიტომ რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ძალა, რომელიც მე მომცემს ან 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანს იმ რაღაც, ვთქვათ, შეგრძნებებს, რომ მე ავგრძალო და რაღაც ავგრძალო ჩემ თავს, ჩემი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეობა. ეს რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვექცევიან არა მხოლოდ დეჰუმანიზაციის პირობებში, არამედ ჩვენ გვაქცევენ იმ ჩარჩოში, რომელიც არ არის მოქალაქეობრივი და ადამიანური ჩარჩო, ხო? ანუ წარმოიდგინეთ 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანს. ეს ვერ მოხდება. ამიტომ, როდესაც ეხა მე შევახსენებ ყველას, რომ პუტინსაც კი არა უგრძალავს პარტიები, ესა კონკრეტულად, ხო? უბრალოდ იქ და რაღაცა 12 წელი დაჭირდა 13 წელი რომ მართლაც ყველა ოპოზიციონერი წასულიყო ან მოეკლა პუტინს, მაგრამ ესე კონკრეტულად, ვთქვათ, ესე დამძიმებულ ვითარებაში, რომ ოპოზიციური პარტიები აკრძალოს და ვინც არ მოეწონება სახელობითად, ანუ მე და რამდენიმე დღის წინ სტატუსი დავწერე, ანუ სახელობითად ჩამოთვლიან, რომ მაგალითად მე როგორც პოლიტიკოს აღარ მქონდეს საშუალება, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია მოვახდინო, იმიტომ რომ იმ პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნებოდი, რომელიც მათ ეგრეთ წოდებოდ აკრძალეს, ვერაფერს ვერ აკრძალავენ, მაგრამ აკრძალეს. ამ კონტექსტში, ესე იგი, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მე თქვენ, როდესაც დამიძახებთ ეთერში, შეიძლება ცვლილებები მიიღოთ, რომელიც თქვენ დასანქცირებას გულისხმობს ასევე, იმიტომ რომ მე პოლიტიკაზე უნდა ვილაპარაკო. პოლიტიკაზე როგორ რეჟიმის, ასე ვთქვათ, ვაკრიტიკო ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი და ჩემი ვთქვათ, მოქალაქეობრივი მოვალეობა ვერ და პასუხისმგებლობა ვერ განმახორციელო და ვერც თქვენ. ანუ ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო მძიმე რეჟიმების პირობებშიც კი არ ხდება ხოლმე. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ სიტუაციაში, ვთქვათ, რაღაც საქართველოს დელეგაციამ ვიღაც ბოლშევიკების შემადგენლობით გააგრძელოს მოღვაწეობა საერთაშორისო ინსტიტუტებში, ხო? ანუ მე არც ეუთოში, სხვათა შორის, ეხლა ეუთოში დიდი ხანი რუსეთიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს და ზუსტად ამაზე მუშაობთ ჩვენ, რომ ქართული ოცნება არის რეჟიმი, წარმომადგენლობა რუსეთის, რომელიც ძალიან მალე დარწმუნებული ვარ ორპარტიულ სანქციების ქვეშ მოყვება იმ სანქციების, რომელიც, ასე ვთქვათ, რომელიც დაედება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ბევრ ქვეყანას, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, ბოდიში მე მგონი შეგაწყვეტინათ, ხო ცუდად მესმოდა ქალტო არა. არა, კარგად ისმის ხატია, გვესმის ყველაფერი, არაფერი არ მithქვამს. ისმის, კი. ბოდიში მე ცოტა რაღაც მე მგონი შეგაწყვეტინეთ. არა, გისმენთ. ანუ მაგრამ ეს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ახლა ჩვენ მივყვები, ეს ყველაფერი რა არის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გძნობს თავს უსაფრთხოდ. ანუ ეს საკადრო გადაადგილებებით რას ნიშნავს, რომ ის არ გძნობს თავს უსაფრთხოდ. არის კეთროვანი პოლიტიკურად საერთაშორისო ასპარეზზე. ეს კეთროვნება გამოიხატება იმაში, რომ პრაქტიკულად არც ერთი ნორმალური საერთაშორისო აღიარება, დელეგაცია, ვიზიტი მათ არ ქონიათ. ბიძინა ივანიშვილი უკვე შერაცხულია როგორც რუსების და რუსი ოლიგარქების წრის წარმომადგენლად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს და ის საკადრო გადაადგილებებიც, რომელიც არის ზუსტად დღეს, ხო, აი თქვა საპატრულო პოლიციის უფროსი მოისროლეს დასანქცირებული, იქ ვიღაცა მოისროლეს, იქ ვიღაცა დააწინაურეს. ესეც არის იქ ლილუაშვილი. ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება რაც იყო ის, რომ ეს კაცი, რომელიც აი ლილუაშვილზე მაქვს საუბარი, ემსახურა რეჟიმს ამდენი ხანი და ყველაფერი დავალება შეასრულა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა, ეს კაცი მოისროლეს და მერე ყობახიძეს დაამცირებინეს საჯაროდ. ხო, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილი, როგორც ყველა რუსი ოლიგარქი, როგორც ყველა რეჟიმის წარმომადგენელი, თავს არ გძნობს შვიდად არ არის. ეხლა შვიდად რო იყოს ივანიშვილი, ხო? ანუ რა ვიცი, დატოვებდა ამ სისტემას, იქ ვიღაცა, თქვა, ერთბოლშ
ბოლშევიკს მეორე ბოლშევიკით არ ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს ხო ნიშნავს იმას, რომ ეს ამ საკადრო გადაადგილებებსაც იმიტომ აკეთებს, რომ მას უნდა რაღაცაები კიდე შეცვალოს სისტემაში, იმიტომ რომ ვერ არის მშვიდად. პროტესტი არ შეწყდა, აქ კიდე ოპოზიცია ლაპარაკობს, ანუ რაც არ მოხდება რომ მე გამაჩუმონ, არ ვიცი ახლა წყვიას თუ მესვრიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გაჩუმებას არავინ არ აპირებს, ხო? ამიტომ ეს არის ის, რომ ეს კაცი ამდენი ხანი ამბობს, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, ამდენი ფული დაგახარჯეთ, რა ვიცი, $20,000 იღებენ და მეც მინისტრები კორუფციაში ჩაფლული ხარ, ფულს აკეთებ და ვერაფერი ვერ მოაგვარეთ ქვეყანაში, ერთი აღიარებაც ვერ გააკეთეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად მისი კმუტვის გამოხატულება, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ისმის ყველას, ვინც შეიცვალა და ვინც გადააყენა თუ რა ვიცი, დააწინაურდა და სად გაუშვა. არ აქვს ამას მნიშვნელობა. მადლობა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ხატია დეკანოიძე იყო ჩვენი გადაცემის